შეადაროთ გვეუბნებიან და გვაქვს ორი რიცხვი, ერთი არის 98999, მეორე არის 98899. შეიძლება მარტივად შეადაროთ, შეიძლება დამაბნეველი იყოს თქვენთვის და ამიტომ მოდი ავდგეთ და გავშალოთ თითოეული რიცხვი. და ეს ნამდვილად ნათლად დაგვანახებს რომელი რიცხვი არის მეტი. ზოგჯერ უბრალოდ დამაბნეველია რომ უყურებთ და კარგად შეიძლება ვერ გაარჩიო სად რა წერია და შეგეშალოს. ამიტომ მოდი გავშალოთ თითოეული რიცხვი. ხა, ნახოთ, ეს 9-იანი რას გულისხმობს? ეს 9-იანი მე მეუბნება ასეთ რამეს, რომ აქ არის 10000-ეულების თანრიგი და 9 ცალი 10000-ეული მაქვს. ესე იგი, მე სინამდვილეში აი ამ 9-იანით მაქვს 90000 აი ამ რიცხვში. 90000. შემდეგ მოდის 8-იანი და ეს 8-იანი მეუბნება რომ ამ რიცხვში შედის 8000, 8 ცალი 1000-ეული, ანუ 8000. შემდეგ მოდის 9-იანი და ეს 9-იანი ამბობს რომ 900-ეული არის ამ რიცხვშიო, ესე იგი 900. შემდეგ არის ისევ 8 და ეს 8 ამბობს რომ 8-ეული გვაქვს, ანუ 80 და ბოლოს მოდის 9-იანი, რომელიც ამბობს რომ გვაქვს 9 ერთეული. ესე იგი 98999 დავშალეთ თავის თანრიგებად, ასე ვთქვათ. ანუ 9-10000-ეული, იგივე 90000, 8000, 900, 89. ახლა იგივე გავუკეთოთ მოდი ამ მარჯვენა რიცხვსაც 98899 და შემდეგ თითო შევადაროთ. მოდი ჯერ გადმოვწერ. ესე იგი, აქაც როგორც ხედავთ, გვაქვს 9-იანი, ამას პირდაპირ იგივე ფერად დავწერ. ესე იგი, გვაქვს 90000 თავიდან, შემდეგ გვაქვს 8000, შემდეგ მოდის 800, შემდეგ მოდის 90 და შემდეგ მოდის 9. ახლა როგორ უნდა შევადარო? ყველაზე დიდი წვლილი რა თანრიგის მიუძღვის ამ რიცხვში, ანუ ნებისმიერ რიცხვში, ყველაზე დიდი წვლილი რომელ თანრიგში აქვს. რაც უფრო მარცხენა თანრიგი არის, მით უფრო დიდია, ხო? ანუ მარჯვენა არის ერთეულები და რაც უფრო მარცხნივ მივდივართ, უფრო დიდ თანრიგებს უახლოვდებით. ანუ გვაქვს 10-ეულები, შემდეგ 100-ეულები, 1000-ეულები და 10000-ეულები. ახლა ცხადია რომ რომელშიც მეტი იქნება 10000-ეული, ის რიცხვი იქნება მეტი. უბრალოდ საქმე ისაა რომ ამ შემთხვევაში ორივე რიცხვი ორივეგან გვაქვს 90000. ამიტომ ორივეგან 10000-ეულების თანრიგი ტოლია და ამ თანრიგებით ვერ შევადარებთ. ესე იგი, ესენი არ გვაწყობს. შემდეგი თანრიგი რაც ყველაზე დიდი არის 1000-ეულები. მაშინ თუ 10000-ეულები ტოლი აქვთ, 1000-ეული რომელსაც ყველაზე დიდი ექნება, ის იქნება ყველაზე დიდი რიცხვი. მაგრამ აქ 10000-ეულების შემდეგ 1000-ეულებიც ტოლია. ამიტომ ორივეგან რადგან 8000 გვაქვს, არც ეს გამოგვადგება მათ შესაძლებლად. შემდეგი თანრიგი ყველაზე დიდი ამ თანრიგებს მერე არის 100-ეულები. და აი აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ 900 გვაქვს პირველ რიცხვში და 800 გვაქვს მეორეში. და აშკარად 900 მეტი არის 800-ზე და რადგან ყველაზე დიდი თანრიგი რაც დარჩა ჯერჯერობით დანარჩენები რადგან ტოლია, ყველაზე დიდი თანრიგი რადგან პირველი რიცხვის მეტია მეორესაზე, ანუ 900 ერთეული, უпростоრედ 900 მეტია 800-ზე, შესაბამისად პირველი რიცხვი მეტი არის მეორე რიცხვზე. ანუ აქ უნდა დავწეროთ მეტობის ნიშანი. და ნუ ეს მეტობისაა რატომ? იმიტომ რომ გაშლილი მხარე არის უფრო დიდი რიცხვისკენ და დახურული მხარე წვერო არის უფრო მცირე რიცხვისკენ. და ესე იგი გამოგვადგა იმისი ცოდნა, რომ რაც უფრო მარცხენა თანრიგზე ვართ, მით უფრო დიდი არის ეს თანრიგი. და ამიტომ ყველაზე მარცხენა თანრიგი, რომელსაც უფრო დიდი ექნება, ის იქნება უფრო დიდი რიცხვი და თუ ეს თანრიგი ტოლია შემდეგზე გადავდივართ, თუ ეს თანრიგი ტოლია შემდეგზე გადავდივართ და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე დიდ თანრიგებს ვადარებთ და ეგრე მივუყვებით უფრო მცირე თანრიგებისკენ. აი შეიძლება ვფიქროთ, რომ მოიცა სამაგიეროდ მეორე რიცხვში 90 არის და პირველში 80, მაგრამ ესენი არის 10-ეულები. და რადგან პირველის 100-ეული მეტი აღმოჩნდა მეორეს 100-ულზე, მორჩა უკვე მანდ პირველი მეტი არის მეორეზე. იმიტომ რომ პირველი 100-ეული არის 10-ჯერ მეტი არის 10-ულზე, ხო? ასე რომ მეორეს 10-ეულების მეტობა ვეღარ ყოფნის მეორეს რომ დაეწიოს რამენერად პირველს. შესაბამისად, პირველი რიცხვი მეტი აღმოჩნდა მეორე რიცხვზე. მოდი კიდევ ერთი გავაკეთოთ ასეთი. თქვათ გვაქვს, აი ეს რიცხვი არ წავიკითხავ. მიხდებით რატომაც არ ვკითხულობ და აი ეს რიცხვი. აი ამ ორ რიცხვს ვადარებთ ერთმანეთს. ახლა ისევ და ისევ რა უნდა ვქნათ? უნდა ვთქვათ ყველაზე დიდი თანრიგი რაც არის ამ რიცხვებში, რომელს უფრო მეტი აქვს. და ერთი შეხედვით შეიძლება შეცდომაში შევიდეთ ასე, იმიტომ რომ პირველი რიცხვი 5 აქვს ყველაზე დიდი თანრიგი და მეორე 3. და შეიძლება ვთქვათ რომ პირველი რიცხვი უფრო დიდია ვიდრე მეორე. მაგრამ მოდი დავაკვირდეთ რომელი თანრიგი რა არის. აი ეს თანრიგი რა არის და ეს თანრიგი რა არის. ეს თანრიგი რა არის? ეს თუ არის ერთეულები, ეს არის 10-ეულები, 100-ეულები, 1000-ეულები და 10000-ეულები. ესე იგი, აქ გვაქვს ჩვენ 10000-ეულები. აი ესეთი თანრიგი არის აქ. და ეს თანრიგი რა არის? ერთეულები, 10-ეულები, 100-ეულები, 1000-ეულები, 10000-ეულები და 100000-ეულები. ესე იგი, აქ სინამდვილეში სამიანი ზის 100000-ეულების თანრიგზე და არა 10000-ეულების თანრიგზე. ანუ ჩვენ რომ 3 და 5 შეგვედარებინა უბრალოდ როგორც 3 და 5, ცხადია 5 მეტია.
მაგრამ სინამდვილეში ეს სამიანი გულისხმობს 300,000-ს და ეს ხუთიანი გულისხმობს 50,000-ს. ანუ თუ მე მინდა რომ შევადარო ეს ორი რიცხვი, მაშინ უნდა წარმოვიდგინო რომ ამ რიცხვს სინამდვილეში ასეულების, უпростоრად 100,000-ეულების თანრიგში აქვს 0, ხო? იმიტომ რომ ყველაზე დიდი თანრიგი რაც არანულოვანი რიცხვით აქვს დაკავებული არის 10,000-ეულების. და აშკარად 0 ნაკლები არის 3-ზე, ამიტომ 3 100,000-ეული უფრო დიდი გამოდის, ვიდრე 0 100,000-ეული და ყველაზე დიდი თანრიგით ამ რიცხვმა უკვე აჯობა ამ რიცხვს. ანუ 350,000-მა უკვე აჯობა 53,000 და შესაბამისად 53,000 ნაკლებია 350,000-ზე და ამიტომ ნაკლებობის ნიშანს ვწერთ აქ. რომ წვერო არის ნაკლებისკენ მიმართული და გაშლილი მხარე უფრო დიდი რიცხვისკენ.